არაფერი ჩამიწერია დღის განმავლობაში, რაღაც დავალებებს ვაკეთებდი და რო შევყევი ამ გოზინაყის კეთებას, არც ვიდეო გამხსენები, არაფერი გამხსენებია და გამარჯობა ჯერ ერთი ამ ვიდეოში არ დამელაპარაკია ჯერჯერობით ალბათ ხო მთელი ვიდეოს ხანგრძლივობაში ალბათ ხო გამარჯობაც არ მithkoms. ხო და ხვალ არის კონფერენცია და ჩემმა ხელმძღვანელმა ლექტორმა მთხოვა რომ გოზინაყი გააკეთეო, იმიტომ რომ ერთ-ერთ ლექციაზე მივიტანე და ძალიან მოეწონა და გიხოცები ეს კონფერენციისთვის მოიტანეო. ხო და გავაკეთე უკვე ესეთი გამოიყურება. კარგი გამომივიდა მგონი, გემრიელი არის გავსინჯე. და იმედია საკმარისი იქნება, ანუ ბევრი ადამიანი იქნება იქ და არც უთხოვია რომ ძალიან ბევრი გაგვეკეთებინა, მაგრამ შეძლებს დაგვარად შევძვრი. დილამშვიდობის. აი, ჩამეძნეთ ხო ვერ ვიტყვი, მაგრამ საშინად აბდაუბდური დილა მქონდა და თანაი რისინინოა რომ ფეხით არ წავიდე სადმე ავტობუსს კი არ გავყევი, დებილი რო ვარ. დროულად კი მივალ, მაგრამ 2-3 წუთი გვიან მივალ ვიდრე უთხარი ჩემ კურსელს და ხო და ახლა იქნება აი ჩემთვისაც ვერ ხედავ კამერაში საერთოდ რანაირად ვარ. ჩემი გოზინაყი აქ მიდევს. ჩემი ლანჩიც დღეს საღამომდე უნდა ვიყო. ჩემ სუპერვაიზერსაც შევხვდები დღეს, იმიტომ რომ წარადგენს კონფერენციაზე და wish me luck. ასე გავდივარ ყოველ დილას, რას ვერჯი ჩემთვის არ ვიცი. თან highway არის და მოკლედ 5 მხრიდან ვიყურები, რომ არ დამარტყას რამემ. ზოგადად ასე მგონია, რომ ჩემი ვიდეოებიდან წუწუნა ადამიანი გამოჩნდები, როდესაც არ ვიცი ვარ თუ არა ბუნებით წუწუნა ადამიანი. არ შეიძლება ისეთ რაღაცებზე წუწუნი, რის გამოც ერთ პერიოდი ვლოცულობდი, რომ აი მინდოდა ამ ყველაფრის გაკეთება. ახლა ხდება ეს ყველაფერი და შფოთავ. Okay, another speech. Thank you, guys. So everything depends on the context. Thank you. Thank you for that wonderful speech. That's my biggest manifestation. What? How many PhDs, guys? I have 3 PhDs. I'm still counting. Shoykot and Anna, you're postdoctorate already. Yeah. Post. Still living out. Halfway across the city. And is now resilient, so that's it. He's not anymore our duty. No. How the single student... Like when I was doing it, I didn't realize, but after it, I felt different. When society fails you, learning about resilience from African youth who are me. Has incredibly few opportunities to experience success. In fact, it's a time that Moses of the many strengths that young people need to draw on in order to experience resilience. Just wanna go out and walk with you. Baby, you know I just like to talk with you. You don't have to
tell me anything that's new. I just wanna go out and walk with you. I just wanna see your shadow next to mine, sailing over pavement with our two elbows. I like to see the shape you're in from time to time. I just wanna see your shadow next to mine. I just wanna see the same things you can see, understand the meaning on a new degree. Maybe that could happen when you're next to me. I just wanna see the same things you can see. ერთი დავალება შესრულებული არის. წავედით ახლა სახლი დავალაგეთ. ძლივს მორჩი, ვიქალე დავალაგე, ყველაფერი გავხეხე, აი როგორ იცით, აი დედა რომ მოგიწონებს ეგრე ის ქათამი გამოვიდა არ შემჩნიათ. მაგრამ ყველაფერი გავაბწყიალე, გავხეხე. და ხა თან დაგათვალიერებინებთ ჩემს სახლს, რომელსაც უკვე დავტოვებ 5 დღეში. დაინგული მწყება თან, მაგრამ კარგი დრო გავატარე ამ სახლში, მაგრამ ჩემზე დრო არის უკვე. ცოტა ხანი სახლს დავუბრუნდე, ანუ თბილისში. მოკეთ, ეს არის შემოსასვლელი. ჩემი სამზარეულო. შემდგომ აი უმეტესად აი აქვს ივარ და უმეცადინეობ. ეს არის ჩემი მოსასვენებელი სივრცე. აი ეს ტელევიზორი მაქვს, მაგრამ smart TV არის, მაგრამ არასოდეს არ ვიყენებ. არც ერთხელ არ ჩამირთავს. სასაცილო ისტორია, ერთხელ ვიღაცამ დაუკავშირა Bluetooth-ით, ანუ თავის კომპიუტერი ჩემს ტელევიზორს და მოკლედ ერთად ვუყურებდით იმ ადამიანის ფილმს, არ ვიცი და მე გამორთი ტელევიზორში, უხერხული იყოს. ხო და მოკლედ ხო, ეგეთი რაღაცას ხდება, რაც არ ვიცი როგორ აუხსნა. ეს არის ჩემი სამზარეულო თქო, ჩემი საძინებელი. საკმაოდ დიდი საძინებელი მაქვს. აქეთკენ სარიცხავს თქვენ ხოლმე. მნიშვნელოვანია სხვის ხედი, ხა ქვემოთი ადამიანები ირუჯებიან და მზესებ იცხებიან და არ მინდა რომ გამოაჩინო, მაგრამ ხო სხვის ხედი მაქვს და აქეთკენ მერე არის უკვე აუზიც. მაგრამ ახლა გადაგაჩვენებთ, იმიტომ რომ ხალხი არის და ისვენებენ და არ შეიძლება gadagalaga. The only thing that's filling my brain. For now it's sunny side up. The reason that I get out of bed is to... Guys, my name is Nino and I'm from Georgia and now we are going to Achinos. Achinos? Yes, that's the restaurant. So we are going to a restaurant with the classmates, our friends. And we feel very bougie right now because we are broke students, but sometimes, you know, you have to treat yourself. So that's what we are doing. So yeah. Perfect. So I have this because I cannot tolerate heat. Oh, that looks very good, right? Yeah. Sweater. Like us. Yes. Like us. And we're gonna miss. I'm gonna miss not only this place, but oh no, my Nino. I'm gonna miss my Nino.
Gonna meet you in 4 months. Oh no! Sorry. No, 3.5. this is so 3.5. sad. It's so sad. 2 full days left. Yeah. So we're gonna enjoy it to the max. We are tired, but we're still hanging on because we're not gonna see each other for 3 months. Sad. But yeah, we're gonna meet refreshed in Lisbon. Or maybe I will. I don't know. And you will meet my husband. Yes. We have the OGs. Laugh every day, to make silly mistakes together, and to see how wonderful, kind-hearted, and dedicated you are to your craft, to your faith, to your friends, to your culture, to your family. How much you love them and you love everyone and you treat everybody with love. So here's to your birthday. I wish you many, many more. Okay, don't scream, don't shout. Be discreet. And I don't really talk much about it, but you are. So thank you for being here and for keeping more memories with you. Sunny side. The only thing that's feeling Happy birthday, Emino. Happy birthday to you. Look at the global south. Yes. And under a surface coming. Like here. Because this is a shot, so I think it's smaller. So we have 5 drink options. The first is the Tassos Tango. It has lime juice, tequila, shit ton of tequila, mango. Please prepare it and let's enjoy. Let's wait. Some quesadillas. See, I think quesadillas you are able to eat, right? Girls, please, can you take this outside? Thank you. So cute, Ina. So cute. You were eating already. It was not open for the public, but for some special guests. The leaves. So I made it with onion. There are a few leaves you can see, yeah. This is for vegetarian. This is with chicken. This is for you. This is for the cannibal. So I made a dessert which is called sheer korma, which means it's basically spaghettis, like tiny spaghettis in the milk. It's like a traditional dessert which is served on Eid and happy occasion in our family. You added some oregano. Oh, nice! I usually export and import. That is giving Indian businessman. Most bigger. Give the shake. Zaini! Some earphones. What are we doing? Next! She did it again! Meg did it again. Meg did it again. Meg did it again. Meg did it again. So there was a girl. არ დავმალავ, აი ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უცნაური თან არ ვიცი, ძალიან შევიცვალე. ხა პირველ ვიდეოს რომ ვუყურებ, აი ჩემ ვლოგისას და დღევანდელ ახლა ბოლო ვიდეოს კრეტისას ძალიან დიდი ცვლილება არის ჩემ თავში. ნუ გარიგნულს მოდი არ შევწყვეტ. ვიცი რატომაც მაქვს ცვლილება გარიგნული. მაგრამ ხანდახან როდესაც ბევრი რაღაცა ხდება ცხოვრებაში და ბევრი სახალხო რაღაცა ხდება და თავყრილობა არის. ყოველთვის ძალიან დისციპლინირებული ვერ იქნები ადამიანი. ის გამოც ჩემ თავს ძალიან არ გავკიცხავ. ძალიან სასიამოვნო იყო. საჭირო სიტყვები ითქვა, ასე რომ ვთქვათ, გამოსამშვიდობებელ
პარტიზე, იმიტომ რომ ხა მე და ჩემი, ანუ ჯგუფი ვიყავით ორ ნაწილად, ნახევარი ჯგუფი მიდის ლისაბონში, ანუ მე და კიდევ 10 ბავშვი მივდივართ ლისაბონში და ნახევარი მიდის რუმინეთში. და ეს განშორების მომენტი ძალიან რთული იყო, არ დავმალავ. მაგრამ ძალიან თან სასიამოვნო იყო, იმიტომ რომ რა ვიცი, 20 ქვეყნიდან რომ მეგობარი გეყოლება, ჩემი აზრით ეს ძალიან დიდი რაღაც არის. რა თქმა უნდა, ყველასთან ერთნაირად ახლოს ვერ იქნები და ყველასთან რაღაცნაირად ერთნაირად ვერ ჩაძმაკაცთები ბჭყალებში, რომ ვთქვათ, მაგრამ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი გავიცანი და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მეგობრული მომენტები მქონდა ის ადამიანებთან, რომ არც კი წარმოვიდგინე ხო და ეგ ცალკე ძალიან სასიამოვნო არის და ყოველთვის დამახსოვრდება. წერილები მივიღეთ, ხო, იმის გაზიარება მიწოდა. წერილები მივიღებთ ყველამ, მეც დავწერე 21 წერილი და ესეთი ლამაზი წერილი. მივიღეს ჩემმა მეგობარმა იფანმა დახატა თან კონვერტებზე ძალიან საყვარლობები, ხო და ერთი მოგსახსახს მინდა რომ წავიკითხო. დრო არის დავამშვიდობო ჩემს სახულკას, ძალიან გვიწდება. ბოლო შეხედვა ჩემს ვერანდაზე. კარგად სახლა. თუ ნუმერო, რომელი პოსტორია რომ გონი აი ამ სვიტერში ყველა სიტუაციაში ნახეთ უკვე. That's so different for me.